ახლა უკვე ქალბატონების დროა რინგის შემდეგი და მოკრივეების. ქალბატონების, რომლებიც ზამთარში პრინციპში დარწმუნებული ვარ, ძალიან შეაწუხა პრობლემა, რომ თმა გაუშრა. თმის მოვლა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ყველაფრის, რაც საკუთარი თავის მოვლასთან ასოცირდება. ასე რომ ქალბატონებო, ვისაც მშრალი თმა გაქვთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ მოამზადოთ ნიღაბი სახლის პირობებში. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ლიკა მოშიაშვილი გასწავლით. ხალი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, თმა მუდამ წესრიგში და მოვლილი უნდა ჰქონდეს. ზამთარში მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ქარი და სიცივე ძალიან აზიანებს. როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი თუნდაც ძვირადღირებული და საუკეთესო ხარისხის საკმარისი არ არის. თუ მშრალი თმა გაქვთ, გირჩევთ ნიღაბის სახლის პირობებში თავად მოამზადოთ. აიღეთ ღრმა ჭურჭელი და ნახევარი ლიმონი კარგად ჩაწურეთ. დაამატეთ 2 კვერცხის გული. თმას ბზინვარებას დაუბრუნებთ, თუ მასში 2 სუფრისკოვს ძმას ჩაასხავთ. დაგჭირდებათ ცოტა მცენარეული ზეთიც. ყველა პროდუქტი ერთმანეთში კარგად აურიეთ. თმა დაისველეთ და ნიღბის წასმა დაიწყეთ. ეცადეთ იგი თმაზე თანაბრად გადაინაწილოთ და ძირებსა და თავის კანზე კარგად შეიზილოთ. სასურველი შედეგის მისაღებად მასა თავზე 15 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლითა და სპეციალური შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. შემდეგ თმა კარგად გაიშრეთ. გაშრობისას ფენს ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ, რათა თმა არ დააზიანოთ. თუ ამ ნიღაბს 2 კვირაში ერთხელ დაიდებთ ხოლმე, შედეგს მალევე შეამჩნევთ. თქვენი თმა მუდამ ჯანსაღი იქნება და ენერგიას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.